ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი მართვე ახალი პროექტისთვის ემზადება. წამოწყება მიზნად ისახავს მოსწავლეებში ქართული ხალხური მუსიკალური და ქორეოგრაფიული შემოქმედების პოპულარიზებას. პროექტის ფარგლებში ანსამბლი კონცერტებს დედაქალაქისა და მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში გამართავს. ჩვენ სულ გვახსენდება ანზორ ერქომაიშვილთან საუბარი, როცა ის ძალიან დიდ დროს უთმობდა ბავშვების კუთხით საუბარს და ის რომ ქართული ხალხური სიმღერა უნდა შეისწავლონ ბავშვებმა და უნდა უსმინონ და აღიზარდნონ ამ დიდ კულტურაზე. ამიტომ ეს არის რაღაცა სურვილის ასრულება ფაქტიურად ბატონი ანზორ ერქომაიშვილისთვის და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მთელი წლის განმავლობაში ალბათ ეს ამ წელს ვერ მოიცავს და გაგრძელდება კიდე მომავალი წლებიც. შევიდეთ საჯარო სკოლებში და კონცერტები ჩავატაროთ. შევხვდეთ ბავშვებს, შევხვდეთ მოსწავლეებს, პატარებს, უფროსებს და მოვუყვეთ ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. მოვასმენინოთ ეს სიმღერები. შეიძლება მათთან ერთადაც ვიმღეროთ და თან მოვიწვიოთ ის გუნდები, მაგალითად ფოლკლორის ცენტრის საავადმყოფო სკოლები რაიონებში, ასევე სკოლებშიც არსებობენ გუნდები, არსებული გუნდების სკოლებთან, სადაც ჩვენ დიდი სიამოვნებით გავმართავთ მათთან ერთად კონცერტებს. ამიტომ მართვეს დიდი და საინტერესო შემოქმედებითი გზა, რომელიც ფიქრობ იქნება ძალიან ნაყოფიერი. იწყება 24 თებერვალს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში იქნება ამ პროექტის პრეზენტაცია, კონცერტი. მე მინდა მადლობა გადაუხადო კულტურის სამინისტროს, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასევე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ხარდაჭერისთვის და მნიშვნელოვანია ყველა ბავშვმა ქართულ საწყისებზე იაზროვნოს და მოусმინოს ნამდვილ ქართულ ხალხურ სიმღერას, იმ კულტურას, რომელიც არის ჩვენი წინაპრების მიერ, ასე ვთქვათ, შექმნილი, განვითარებული და დღემდე მოტანილი. მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც ჩვენთვისაც კარგი იქნება მართვესთვისაც და მსმენელი ბავშვებისთვისაც, სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენ ტრადიციულ მართვეს რეპერტუარს ვამზადებთ, რომელიც საინტერესო იქნება სწორედ იმ ასაკისთვის, რომლებიც დაგვესწრებიან სკოლებში, მოსწავლეებს გულისხმობ და ვამზადებით სერიოზულად, იმიტომ რომ ძალიან კარგი წამოწყებაა და რაც მე ბავშვს მოვასმენინებთ ამ ჩვენ რეპერტუარს, ამ ქართულ ხალხურ სიმღერას, რისთვისაც მართვე შეიქმნა 57 წლის წინ, რომ ბევრმა ბავშვმა იმღეროს და ბავშვებში იყოს პოპულარული ხალხური სიმღერა ქართული. ანსამბლი მართვე ახალი პროექტის ფარგლებში პირველ კონცერტს 24 თებერვალს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაატარებს. სკოლის მოსწავლეებს ქართულ ხალხურ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ შედევრებს მართვეს სასიმღერო, ქორეოგრაფიული და საკრავიერი მუსიკის მიმართულებების გაერთიანებული საკონცერტო შემადგენლობა წარუდგენს. მათთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული გუნდი ბინული. მართვე იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ემსახურება იმას, რომ საჯარო სკოლებში წავალთ, ჩავატარებთ კონცერტებს, ნახავთ ჩვენს მეგობრებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებს ჩვენი ხალხური სიმღერა. შევეცდებით, რომ პროფესიონალურ დონეზე შევასრულოთ ჩვენი სიმღერები და გავაკეთოთ ის საქმე, რაც ანზორ ერქომაიშვილმა დაგვიწესა. ანსამბლ მართვეს აქვს ახალი პროექტი, სადაც სკოლებში მოგვიწევს მისვლა და ბავშვებისთვის სიმღერა. ეს ჩვენთვის ახალი გამოცდილება, რადგან ბავშვების უნდა უმღეროთ და ესე რომ ვთქვათ, უნდა გავახალისოთ რა ჩვენი ხალხური სიმღერით და ეს ჩემი აზრით ანსამბლ მართვესთვისაც ძალიან დიდი სიახლე იქნება და არა მარტო ანსამბლისთვის, არამედ მთლიანი საქართველოს და სკოლებისთვის. მართვე ახალი პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებს საჯარო სკოლებში მთელი წლის განმავლობაში ჩაატარებს. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის განმარტებით
47 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი ღირსეულად აგრძელებს თავდაპირველი მისიის შესრულებას, რასაც ბავშვებისთვის ქართული ხალხური მუსიკის შესწავლა ჰქვია.